და რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში ახალ ბრალდებებს თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მისამართით თავად ნიკამელია და ნაციონალური მოძრაობა საგანგებო განცხადებით პასუხობენ. საქმე ეხება კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სოსო თოფურიძე ნიკამელიას პარტიის ფინანსების არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებს. ჩვენი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი არყობს დაპირისპირების დეტალებს და ისახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნინო, კონკრეტულად რა ხარჯებზეა საუბარი და როგორია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პასუხი? დავიწყოთ ნიკამელიას პასუხით. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ ეს ყველაფერი არის ბინძური კამპანია მის წინააღმდეგ, მაგრამ ამბობს იმას, რომ ყველაფერზე საჯარო დილაპარაკებს მას შემდეგ, რაც ქვეყანას აღარ ექნება პოლიტპატიმრების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პრობლემა და იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, ნიკამელია წერს, რომ არ აპირებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ ჯერჯერობით ისაუბროს, თუმცა ამის დროც დადგება, ამბობს ნიკამელია. ნიკამელიამ გააკეთა დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის პარტიისგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს, არანაირი ზედმეტი შემოსავალი, მათ შორის საწვავის ხარჯი და დაცვის თანხები და ასე შემდეგ მისთვის პარტია არ ანაზღაურებს. არანაირი 10,000 ლარიანი ხელფასი მე არ მაქვს. საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში. არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არა თუ 12,000 ლარი 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება. ყოველთვიურად თურმე 41,000 ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ყოფილ ვარ საზღვარგარეთ. ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18,000 გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად 9-ჯერ იაფიჯდება და საერთოდ სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შეძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად საკადრის პასუხსაც მიიღებთ. ჯერა ხალხი ისედაც მიხვდება, რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ. თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ. თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ. საგანგებო განცხადება გავრცელა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამაც და ასევე დღეს განცხადება გააკეთა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემაც. დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია საუბრობს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის ბინძური კამპანია, ეს ყველაფერი საერთო საქმეს აზიანებს და არც ერთ შემთხვევაში მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, როგორც ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში წერია, არ შეიძლება, რადგანაც მთავარი ოპოზიციური პარტიის განცხადებაშიც ნათქვამი არის ის, რომ ფინანსები პარტიის არის მთლიანად გამჭვირვალე და რომ ნიკამელიასთან მიმართებით არანაირი თანხების გადარიცხვა არ ხდება და ასევე ის ვიზიტები, რომელიც ჰქონდა ოფიციალური ვიზიტები და მათ ჩაწერეთ თქვენს ამ ვიზიტების შესახებაც, ეს ხო ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში ნიკამელიას მიმდინარე წლის ვიზიტები არის, ეს ოფიციალური, ეს ყველაფერი იყო გამიზნული იმისთვის, როგორც პარტია წერს, რომ ქვეყნის ინტერესები ყოფილიყო დაცული და ასევე ის ვითარება, რაც არის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული რეჟიმი, რომ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია, რომ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები, სწორედ ამ საკითხების გასატანად იყო ნიკამელია ოფიციალური ვიზიტებით წასული საზღვარგარეთ. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში გვსურს ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე, ხოლო თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე. ნიკამელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა აუდიტის სამსახურის საიტზე გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს. სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენს ეროვნულ მიზანს. დამერწმუნეთ, რომ რაიმე უკანონობა რო იყოს, ეს არ გამოეპარებოდა
ვუწოდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც რეალურად მუდმივად არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაკონტროლებელი. ამიტომ მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებაში უდიდესი შავი ფულის კონვერტები ტრიალი ხდება, რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ფინანსურ შემოსავალზე საუბარი ცოტა უადგილოა. სოსო თოფურიძე და სოსო თოფურიძისნაირი ადამიანები არ იმსახურებენ არც ჩემს დროს, არც თქვენს დროს და მე არ მივიჩნევ ამ ადამიანებს კომენტარის რაიმე შესაბამის სიმბოლოთაც კი. კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მისი მტკიცებით თანხები და ფინანსები არასწორად იხარჯება და რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. ამის sapasukho დღეს როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, ისე ნიკამელიას მხრიდანაც გაკეთდა საპასუხო განცხადებები და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკამელია ამბობს, რომ ის უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ქვეყანას აღარ ეყოლება პოლიტპატიმრები საჯაროდ ისაუბრებს თუ ვისგან მოდიოდა ეს ბინძური კამპანია.